პედაგოგები თავიანთ პრაქტიკულ საქმიანობას თავად შეაფასებენ. პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის ფარგლებში პედაგოგთა თვითშეფასების კითხვარი უკვე დამტკიცდა. დაახლოებით 150 კითხვაზე პასუხისგაცემა სავალდებულო ხდება. გავიგოთ, რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ პედაგოგებს ახალი სასწავლო წლიდან და რა ადგილი უჭირავს თვითშეფასების კითხვას მათ კარიერულ წინსვლაში. თამთარსენძე აგრძელებს თემას. პედაგოგი უწყობს თუ არა ხელს მოსწავლეებს დაასაბუთონ საკუთარი იდეები და მოსაზრებები. თავს არ ახავს მოსწავლეებს არც საკუთარ და არც აღიარებულ სტერეოტიპულ მოსაზრებებს. მოსწავლეებს უსვამს თუ არა პრობლემურ შეკითხვებს, რაც ხელს შეუწყობს მათ ჩართვას კამათში და აქტიურ დისკუსიაში. მასწავლებლები წელს საკუთარ პრაქტიკულ საქმიანობას თავად შეაფასებენ. თვითშეფასების კითხვარი უკვე დამტკიცებულია. პედაგოგებს მისი შევსება ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში მოუწევთ. მასწავლებელი ისწავლის საკუთარი შესაძლებლობების და გამოცდილების სწორად შეფასებას. იმისათვის, რომ ჩვენ ვნახოთ რა განვითარების ეტაპზე ვართ, ამისთვის ჩვენ უნდა შევაფასოთ ჩვენი თავი. სწორად მოვახდინოთ იდენტიფიცირება იმ პრობლემების, რომლებიც ამ შეფასების პროცესში გამოიკვეთება და შესაბამისად დავგეგმოთ ჩვენი საქმიანობა სწორად. თვითშეფასების კითხვაში პასუხები 4 დონეთ იყოფა. მათ უკვე გაეცნო მაია მატუა. 64 საჯარო სკოლის პედაგოგი ამბობს, რომ კითხვარი შევსება შრომატევადი, თუმცა პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელია. დროის ფაქტორთან არის ეს დამოკიდებული, ვიცით, რომ ძალიან რთული პროფესიაა, ვემზადებით მეორე დღისთვის, ხვალ ძალიან ბევრი წესაკითხი გასაკეთებელი და პლუს ეს ემატება, მაგრამ ვფიქრობ, რომ მასწავლებლის პროფესია სჭირდება ეს გაზრდა აუცილებლად. ეს იქნება მასწავლებლის პროფესიული აღზრდის ერთ-ერთი მეთოდი. მასწავლებლებს ენიჭებათ სტატუსი და გადაინაცვლებენ კიდევ უფრო მაღალ კატეგორიაში. რა თქმა უნდა, პირველი мотиваცია მათი არის ის, რომ ხელფასები, სახელფასო ზრდა საკმაოდ მაღალი იქნება, როდესაც მასწავლებელი ერთი კატეგორიიდან კატეგორიაში ინაცვლებს. თვითშეფასების სისტემის დანერგვა განათლების ხარისხს აამაღლებს. ასე პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირში ფიქრობენ. თვითშეფასების კითხვაში ახალი არაფერია. პედაგოგთა აბსოლუტური უმრავლესობა ამ მიმართულებებით მუშაობს, ხოლო კითხვარის ძირითადი მიზანი არის მოახდინოს პედაგოგთა მობილიზება და სისტემაში მოიყვანოს მასწავლებლის საქმიანობა. საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს განათლების ყოფილ მინისტრს. დიმიტრი შაშკინი განათლების უწყება სტრატეგიას უწუნებს და პედაგოგთა პროფესიული განვითარების ახალ სქემას ბუნდოვანს უწოდებს. მასწავლებლის კვალიფიკაციაზე როცა საუბრობ, თავარი არის, რომ სახელმწიფომ მასწავლებელს დაეხმაროს ამ კვალიფიკაციის ამაღლებაში და არა შექმნას რაღაც უაზრო აბსოლუტურად სქემები, რომელიც გარდა იმ ხალხის, რომელიც ეს სქემა დაწერა, სხვა არავინ არც იცის და ვერც გაიგო. თვითშეფასების კითხვარის ფარგლებში პედაგოგებს პასუხის გაცემა დაახლოებით 120 კითხვისთვის მოუწევთ. დოკუმენტი ელექტრონულად ივსება და შედეგებით პედაგოგი გაიგებს, რამდენად კარგად უძღვება სასწავლო პროცესს.